აქტს მიმართა მან პარლამენტის შენობაში. ზაზა თავაძე პარტია გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან. მოგესალმებით, მადლობა გაცემაში მონაწილეობისთვის. არ ვიცი, იქნებ თქვენთვის არის რაიმე ცნობილი რა ახალი სტრატეგია აირჩია თუ ახალ გზას დაადგა პროტესტის გამოხატვისა კოალიციას ცვლილებები. სამომშვიდობის ემა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. მეც ახლახან გავიგე ამის შესახებ და მე აქვე მინდა ყველა პოლიტპატიმარს გამოუცხადო ჩვენი მხარდაჭერა. დღეს იცით რომ კიდევ ერთი დააკავეს და ეს უკვე 70-ს მიუახლოვდა პოლიტპატიმრების რაოდენობა. რა თქმა უნდა ეს ადამიანები, რომლებიც ახლა ყოველგვარ დასაბუთების გარეშე, ყოველგვარ მტკიცებულებების გარეშე, ამ ეგრეთ წოდებული კომისიის დაბარების საფუძველზე არ გამოცხადების გამო, როდესაც ისინი სისხლის სამართლებრივი წესით ისჯებიან, ეს არის პირდაპირ ქართული, ესე ვთქვათ, მართლმსაჯულების კრახი. რომელი მართლმსაჯულების დეგრადირებას, დამორჩილებას, ყიდვას ჩვენ ბოლო რამოდენიმე წელია ემა ვადევნებთ თვალს და ყოველ ჯერზე ჩვენ გვეგონა რომ ახლა ეს გააკეთეს, ალბათ ამის იქეთ რაღა უნდა იყოს, მაგრამ მივედით იქ სადაც მივედით, როდესაც ყავს რაღაც 37 წლის კომუნისტური რაღაც პერიოდის ტროიკის მსგავსი მოსამართლეები, ეგრეთ წოდებული ჯალათი მოსამართლეები, რომელიც მათ ხალხმა შეარქვა, რომლებიც რასაც დაავალებს რეჟიმი, ჩინჩალაძე მურუსტის მეშვეობით აკეთებენ იმას. სხვათა შორის მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ცოტა ხნის წინ განცხადება და თქვენი პარტიის ლიდერი გიორგი გახარია არის რამდენჯერმე ნახსენები. სააკაშვილი ამბობს, რომ გახარიასგან განსხვავებით ის მიიჩნევს, რომ ვისაც ივანიშვილი იჭერს პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს და კიდევ ერთი მისი, ასე ვთქვათ, განცხადება მომხდა თვალში გახარიასთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ გახარია დაუშვებლად მიიჩნევდა მის გათავისუფლებას, ვინაიდან ეს გამოიწვევდა დესტაბილიზაციასო, არ მგონია თვითონ ახლა ძალიან სტაბილურად გრძნობდეს თავს და მე პირადად მსურს მის მიმართ სოლიდარობა გამოვხატოვო. ანუ იქნებ თქვენ რაღაცნაირად დააკმაყოფილოთ ჩვენი ინტერესიც, სააკაშვილისაც, რამდენად სტაბილურად გრძნობს გიორგი გახარია თავს და როდის აპირებს საქართველოში დაბრუნებას. ემა, ნახე, ჩვენ პირველ რიგში უნდა შევხედოთ ამას როგორ, იცით, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ ეს არ ახალია, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით და ჩვენმა ტელემაყურებელმაც, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს პირადი შურისძიების მოტივი. ანუ საუბარია იმაზე, რომ მან, როდესაც გიორგი გახარია პოლიტიკურ ესე ვთქვათ, პროცესებში შემოვიდა, როდესაც ნახა, რომ ძირითადი, ყველა გაზომვის ძირითადი კონკურენტი იყო მისთვის გახარია და მისი პოლიტიკური ძალა, მან დაიწყო ჩვენ პოლიტიკურ ძალაზე ყველა მხრივ, ესე ვთქვათ, ზეწოლა, რეპრესიები და ამის კულმინაცია იყო არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე, როდესაც მან დაანონსა როგორც გიორგი გახარიას წინააღმდეგ, ასევე მთლიანი ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ რეპრესიები. ამის შემდეგ არის, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ პირადად გიორგი გახარიას წინააღმდეგ დაიწყეს მათ სისხლის სამართლებრივი საქმის შეკერვა ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით, ეს ის ჩორჩანაა, შეგახსენებთ, რომელიც იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მშვიდობიანად მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის და მიწაწყლის დაცვა, ისე რომ იქ არავის ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია. ეს არის ძალიან ბევრი ისეთი დასკვნის გაკეთების საფუძველი, როგორც არის მაგალითად შეკვეთილი მართლმსაჯულება, რომელშიც იყენებს პროკურატურას, რომელშიც იყენებს მის მიერ მიტაცებულ სასამართლოს და აი ესე დევნის პოლიტიკურ
მოწინააღმდეგებს. რა ეტაპზე ახლა ჩორჩანასაკი, როგორც ჩანს, გიორგი გახარიამ იცის, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე ის შესაძლებელია დააკავონ და სწორედ ამიტომ რაღაცნაირად თავს იკავებს ქვეყანაში დაბრუნებისგან. დიახ, ნახეთ ემა. თქვენ იცით რომ ბევრი აზრთა სხვადასხვაობა იყო რომ ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე მისულიყო თუ არა თავის დროზე გიორგი გახარია. გიორგი გახარიამ ჩათვალა რომ უნდა მისულიყო ამ კომისიაზე და უნდა მოქცეულიყო ისე როგორც მოიქცა ამ კომისიაზე. ახლა ამას შეფასების ორი მხარე ყავს, ხო? ზოგი ამბობენ რომ ესე იყო, რომ გახარიას მისვლა იყო სწორი, ზოგი ამბობენ რომ არა არ იყო სწორი. მე ვარ ერთ-ერთი იმათაგანი, რომელიც თვლიდა რომ ამ კომისიაზე მისვლით გახარიამ ბევრი სათქმელი თქვა, რომელიც საზოგადოებას აინტერესებდა და ბევრ რამეს ახადა ფარდა. ახლა რაც შეეხება იმას, რომ როგორ იქცევა კომისია. კომისიას ეშინია გახარიასი, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იცოდნენ რომ გიორგი გახარიას ჰქონდა დაგეგმილი ვიზიტი. ეხლა ვერავინ ვერ მოგვატყუებს ჩვენ რომ ეხლა სპეც სამსახურმა ძალიან კარგად იცოდა, სადაც მიდიოდა, რაზეც მიდიოდა, ის რომ ჩვენ ევრო სოციალისტებთან უნდა გავერთიანდეთ და ეს გადაწყვეტილება სექტემბერში უკვე უნდა გახდეს ცნობილი. ამას ჭირდებოდა შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები როგორც გერმანიაში, ასევე საფრანგეთში, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში და ეს ძალიან კარგად იცოდა. და ახლა ხოლმე მივლინება კი არ იწვევს შეკითხვას. გახანგრძლივებული მივლინება ბადებს ამ შეკითხვას. ნახეთ, ახლაც მზად არის გახარია, რომ ნებისმიერ დროს ჩაერთოს ამ ეგრეთ წოდებულ კომისიას და უპასუხოს ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ეგრეთ წოდებულმა კომისიამ გამოკითხა და ბოლო იყო დავით ბაქრაძე, ჩვენ ამ ქვეყნის ელჩი გაეროში, ის ჩვეულებრივად ჩართეს იმ დღეს, რომელ დღესაც გიორგი გახარიამ გამოხატა მზაობა, რომ ჩართულიყო ონლაინ. თუ მათ არ ეშინიათ გახარიას სიმართლის, მაშინ რატომ არის ეს ორმაგი სტანდარტი სხვადასხვა გამოსაკითხ პირებთან მიმართებაში, ხო? კითხვა ეს არის. ამიტომ ანუ ფიქრობთ რომ აკეთებენ ყველაფერს რომ გახარია გახდეს გახარიას დაკავების სამართლებრივი საფუძვლები მათ მიეცეთ? არ არის ეს ლეგიტიმური. ნახე, ემა, ეს მე მგონი არის ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ვივარაუდოთ, რომ ვინაიდან როგორც უკვე აღნიშნეთ, სხვა გამოსაკითხი პირები მათ ონლაინ ჩართეს და მაინდა-მაინც გახარია არ ჩართეს ონლაინ. ეს ხო არ არის საფუძველი იმისა, რომ ისინი ამ ჩორჩანას საქმის შეკერვით აპირებდნენ გახარიას მიმართ ამ შეკერილი საქმით სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების პირდაპირ განხორციელებას, პირდაპირ იმპლემენტაციას. ეხლა რა შეუშლით მათ ხელს აი ამ ზრახვების განხორციელებაში, ანუ ჩაერთვება უფრო მეტის ასე ვთქვათ სამართლებრივი საფუძვლები არ მიეცემათ, იტყვის საგამოძიებო კომისია, რომ ჩვენ მას დამატებითი ვადა განუსაზღვრეთ 2 ივლისამდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, გიორგი გახარია მაინც არ გამოცხადდა საგამოძიებო კომისიაზე. მზაობა, ემა, ნახეთ. როდესაც ეს ეგრეთ წოდებული კომისია კითხვებს სვავს, ეს ონლაინ რეჟიმში დასვავს ამ შეკითხვებს თუ პირადად გიორგი გახარიას დაუსვავს შეკითხვებს, რომელიც უკვე კიდევ ერთხელ ხას უსვავ, გამოცხადდა და 6 საათის განმავლობაში იკითხებოდა ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე. და შესაბამისად რა პრობლემა არის, რომ ონლაინ ჩართვის შემთხვევაში მან უპასუხოს მათ შეკითხვებს. მაგრამ მათ კიდევ ერთხელ ეშინიათ გახარიას სიმართლის ჩორჩანასთან დაკავშირებით და ეს მეტყველებს ცალსახად მათი გადაწყვეტილება მეტყველებს უფრო სწორად ამაზე. მაგრამ მათ ხომ წინასწარ არ იცოდნენ რომ გახარია მოითხოვდა მაგალითად დისტანციურ გამოკითხვას, ხო ბატონ ზანს შეიძლება გახარიას ეთქვა, არა გახარია შეიძლება ეთქვა რომ კი დავბრუნდები ქვეყანაში და გამოცხადდები კომისიაზე, ანუ თუ ეშინიათ გახარიას სიმართლის, ეშინიათ გახარიას გამოკითხვის მე დაშობაც ხომ უნდა გავაკეთო თუ გახარიას ეშინიათ ზოგადად მაშინ საგამოძიებო კომისიაზე არ დაიბარებდნენ. ხო, მაგრამ ნახეთ, როდესაც პირველად გამოცხადა გიორგი გახარია ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე და 6 საათის განმავლობაში იკითხებოდა, პასუხობდა კითხვებს უფრო სწორად, ამასთან ერთად მათ შეთავაზეს, რომ ხო არ ისურვებდა მაშინ გიორგი გახარია ონლაინ ჩართვას.
და შესაბამისად თუ მაშინ შეთავაზეს და თუ მაშინ შესაძლებელი იყო რომ 6 საათის განმავლობაში როგორც ჩვეულებრივად პარლამენტში მისვლით კითხვებზე უპასუხა ეს შესაძლებელი იყო ონლაინ ჩართვით მაშინ რატო არ შეიძლება რომ ახლა ჩაერთოს გიორგი გახარია ამ ეგრეთ წოდებულ კომისიასთან და უპასუხოს ამომწურავად ჩორჩანას ეპიზოდებს მაგრამ ეს რომ უნდოდეს კომისიას ხო გააკეთებდა ამას შესაბამისად ამას რო არ აკეთებს ეს იმაზე მეტყველებს რომ მათ ეშინიათ გახარიას სიმართლის ეს ძალიან მარტივია კარგი ბატონო ემა ნახეთ ჩვენ უნდა შევიტანოთ სიცხადე უფრო მეტი სიცხადე ამაში ყველაფერში რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იმიტომ რომ ივანიშვილის რეჟიმს უბრძოლულად არ დაუტოვოთ არც თბილისი და არც მთლიანი საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ნაწილში ამაში გულისხმობთ რომ ეს ერთ-ერთი მთავარი ხაზი გადის ამ არჩევნებზე ჩვენი აზრით მაგრამ ამის გარდა არის სხვადასხვა საშუალებები რომელიც პროტესტის გამოხატვის რეჟიმთან ბრძოლის რომელსაც ახლა ჩვენ აგერ სახეზე ვხედავთ რომ გადაწყვიტა მაგალითად ელენა ხოშტარიანი ხო და ის რომ პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა ეს არ არის ესე ვთქვათ ქვეყნის დაქცევა ის რომ ჩვენ დემოკრატია გვინდა და დემოკრატიისთვის ვიბრძვით და ამიტომ ვებრძვით ამ რეჟიმს რომ მან ავტოკრატია ჩამოაყალიბა და დიქტატურისკენ მიდის დემოკრატია ნიშნავს ზუსტად ამ პლურალისტურ საზოგადოებას სხვადასხვა აზრების მოსმენას განსხვავებული აზრების მოსმენას ამ საკითხზე დისკუსიას ის რომ შენი გადაწყვეტილება და შენი აზრი ალტერნატივოა და სხვა მიუღებელია ეს არ არის დემოკრატიის გამოხატულება ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ რომ შესაბამისად აი როდესაც ჩვენი აზრით ფრონტის ხაზი გადის ერთ-ერთ ფრონტის ხაზი გადის ამ რეჟიმთან ბრძოლის ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე აქ ნეიტრალური არა მაგალითად ჩვენი პარტიის წარმომადგენელი ან სხვა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი არამედ ნეიტრალური კანდიდატურაზე თუ ჩვენ შევთანხმდებით რომ ის მიიღებს მონაწილეობას მაგალითად თბილისში და სხვადასხვა ქალაქებში და ესე გაუწევთ რეჟიმს წინააღმდეგობას ეს არის ჩვენი სტრატეგია ამაში მოყვება ლელო ამაზე ისაუბრა კიდე სხვადასხვა ალეკო ელისაშვილმა მაგალითად ხო ვფიქრობთ რომ ბევრი შემოგვიერთება იმიტომ რომ ემა ჩვენი ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება უკაცრავად თვითმიზანი კი არ არის ანუ მონაწილეობისთვის კი არ გვინდა ამ თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ ეგრეთ წოდებული დრაკონული კანონების მიღებით კატასტროფულად არის გაუარესებული საარჩევნო გარემო ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და იცის ჩვენმა საზოგადოებამ მაგრამ როდესაც ბრძოლა რთულდება, როცა ბრძოლა უფრო ესე ვთქვათ პრობლემური ხდება, ამ დროს რა ხდება? ანუ ფარხმალი უნდა დავყაროთ და უბრძოლებლად უნდა ჩავაბაროთ ივანიშვილს ეს ქვეყანა? მე ვფიქრობ არა და არა. ამიტომ არის რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა და დანარჩენებიც ვინც ამას ფიქრობს, ჩვენთან ერთად უნდა ჩამოყალიბდეთ ნეიტრალურ კანდიდატურებზე და ეს არის გზა, ეს არის გამარჯვების ფორმულა. თუ ამას დაემატება კიდე სხვა პროტესტები და თუ სხვა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები, ეს რა თქმა უნდა ამას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და კიდევ უფრო ესე ვთქვათ მიღწევაც გახდის ჩვენ მიზანს. ასე რომ ჩვენ ვფიქრობთ რომ უნდა იყოს დისკუსია რომ ამ საერთო კანდიდატურებზე, ნეიტრალურ კანდიდატურებზე შევჯერდეთ და რაც შეიძლება მეტმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადაწყვიტოს რომ არჩევნები არის ერთ-ერთი ბერკეტი ამ რეჟიმის დამარცხების. ხო და აი როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ეს დიდი ეროვნული შერიგება, რაზეც საუბრობს ალეკო ელისაშვილი და
ეს შეთავაზება, რომელიც მას აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილის გარშემო უნდა გაერთიანდეს სრულად ოპოზიცია, აუცილებლად ყველამ უნდა გადადოს თავისი რაღაცა წარსულის წყენები თუ ნეგატიური პოლიტიკური მიუღებლობები, რომლებიც არსებობდა და შესაძლებელია სწორედ სალომე ზურაბიშვილი თუ კი იქნება მისი თანხმობა და მზაობა იყოს ყველაზე კონკურენტული კანდიდატი ქართული ოცნების კანდიდატის წინააღმდეგ თბილისის მერობისთვის. ნახეთ, ამას ჩვენ იმთავითვე, როდესაც ვთქვით, რომ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, იმთავითვე ვთქვით, რომ ნეიტრალურ კანდიდატზე შეჯერება არის აუცილებელი და სისხლხორცეული ამ პროცესისთვის და რა თქმა უნდა, თუ სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტს ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით, ეს იქნება ძალიან სერიოზული ესე ვთქვათ, წინ გადადგმული ნაბიჯი თბილისთან მიმართებაში, საერთო ოპოზიციური კანდიდატის ნაწილში ვსაუბრობ და თუ ესე მოხდა, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამას და ჩვენ ზუსტად ამაზეა ვსაუბრობ და ამას გესაუბრებოდით წეღანაც, რომ როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მასშტაბით ესეთი ნეიტრალური და ძლიერი კანდიდატურები, რომლებსაც უყვართ ეს ქვეყანა, რომლებიც არიან ამ ქვეყნის პატრიოტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს ადგილი არის დასავლეთში, რომელიც ფიქრობენ, რომ კონსტიტუციის 78 მუხლი კონსტიტუციაში კვლავ უნდა არსებობდეს და არა ისე, რომ როგორც ფიქრობს ოცნება, რომ შემდეგ მაგალითად ერთ დღეს პირობითად დაუშვათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად დანიშნოს საპარლამენტო არჩევნებიც, ხო, შესაძლებელია ეს, დანიშნოს საპარლამენტო არჩევნებიც და იქ ისე რომ არ მიიღოს ოპოზიციურმა რაღაც ფლანგმა მონაწილეობა, მიიღოს 113 დეპუტატი, გაიყვანოს და საერთოდ შეცვალოს ეს კონსტიტუცია. 113 დეპუტატი ხო ყოფნის ამას ყველაფერს. ასე რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის ყოველდღიურად, ყოველწამიერად და მე ვფიქრობ, რომ ამის მიხედვით მივაღწევთ მიზანს და ამ რეჟიმის დამარცხებას და არა ისე რომ უბრალოდ ბოიკოტი ვიძახოთ და არ ვიბრძოლოთ. ხო, იმიტომ რომ უბრალოდ ბოიკოტი აღარ გამოდის, აგერ ელენე ხოშტარიამ კონკრეტული ბრძოლის, ასე ვთქვათ, მაგალითი გვიჩვენა, გადაწყვეტა რა შიმშილობა. რაში აფუჭებს იმას, რომ ერთ-ერთი ფრონტის ხაზი გადიოდეს არჩევნებდეს. ანუ ხელისშემშლელი მგონია ზოგადად ოპოზიციური სპექტრისთვის, იმიტომ რომ ერთი პარტია თუ დაელაპარაკება ოპოზიციურ ამომრჩეველს, რომ აუცილებელია არჩევნებს გამოუცხადოთ ბოიკოტი და მასში მონაწილეობა არ მივიღოთ, ეს ოპოზიციურ ამომრჩეველს წართვევს იმ პარტიებს, რომლებიც გადაწყვეტენ არჩევნებში მონაწილეობას. არ არის ლოგიკური. კი ბატონო, კი, გეთანხმებით თამაში. ამიტომ ვამბობ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სუბიექტი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის რეჟიმთა ბრძოლის ერთ-ერთი ბეკეტი. მადლობა ზაზა თავაძეს, პარტია გახარია საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენთან ერთად, რეკლამის შემდეგ